ჩემო ძვირფასებო, ყველას მოგესალმებით. მე ვარ ეკატერინა. ეს არის მარიტა. მოგესალმებით. ჩემი შვილი და ეს არის ჩემი ვიდეო ბლოგი. დღეს როგორც ხედავთ, ესე ბუნებაში გამოვისეირნეთ და გვინდა რომ აქ ჩავწეროთ ვიდეო მაკიაჟის დატესტვა. დღეს რას ვტესტავთ? დღეს ვტესტავთ სანკისტის ბოქს. წინა ვიდეოში დავტესტეთ კატრისის და ვიდეოს აღწერაში დავტოვებთ ორივე ბოქსის unboxing-ის ლინკს. ასე რომ ეხლა დრო არ დავკარგოთ, სანამ გაწვიმდა და დავიწყოთ ჩვენი კოსმეტიკის დატესტვა. მარიტა, შენ ეხლა ჩვენი ყველაფერი რას დავტესტავთ? მანამდე მე ცოტა მიცელარული წყლით მოვიშორებ, რაც მაქვს, რომ სუფთა სახით დავტესტო ყველაფერი. მარიტას არ უსვია მაკიაჟი, მე ცოტა მისვია, ამიტომ მოვიშორებ. შენი ბამბის დისკები. ხო, ჩემი ბამბის დისკები. და დავიწყოთ, ესე იგი, ესეთი ტუჩსაცხი. ესეთი პალიტრა. ესეც პალიტრა ბლაშების და ჰაილაითერების, ასევე მაგათი დედა. ესეთი ულამაზესი პალიტრა, რომელშიც ძალიან ლამაზი და ნაზი და ვარდისფერი ფერებია. ესე იგი, მან პალიტრების დედაშვილი ყავს, ხო? როგორც ვიდეოს ავტორები. ესეთი ტუში, რომელიც ტუჩსაცხს გავს შეფუთვით. მარიტამ გაჩვენათ, რაც უნდა დავტესტოთ და ეხლა მოდით დრო აღარ დავკარგოთ და დავიწყოთ ჩვენი მაკიაჟის დატესტვა. ესეთი კორექტორი გვაქვს, მეგობრებო. არის ესეთი ყავისფერი, ასევე მოყვითალო და ეს მე მგონი ჰაილაითერი არის და მოდით აბა, რა ვიცი, ვცადოთ. მე წამოვიღე ესეთი ჩემი სპონჟი. ეხლა ეს ყავისფერი უნდა გამოვიყენოთ აი აქ ლოყებზე და ცხვირზე. ეს ფერი, რა ვიცი, მე თვალებ ქვეშ გამოვიყენებ. არ ვიცი, შენთვის მე მგონი მუქი იქნება. შენ შეგიძლია ყავისფერი და ეს შემიძლია. შენ ამ ყავისფერის მაგივრად სხვათა შორის შეგიძლია აი ეს ფერი გამოიყენო, იმიტომ რომ შენ მაინც უფრო ღია კანი გაქვს, ღია ფერით და ასევე ესეც შეგიძლია სცადო. მე ვფიქრობ აი ეს და აი ესა. მარიტა გამოიყენებს აი ამას და ამას თუ ამას, არ ვიცი. და მე ამ ყავისფერს და ამას. დავიწყოთ აბა თეთრით. შეხედე ეს თან ჭკვინავს. ანუ აბა მიდი. შენ მანდის მე? არა. ეგ არის ჰაილაითერი ძვირფასო და ეგ უნდა წაისვა ჰაილაითერის ადგილებზე. კიდე თვალები. ან შეგიძლია აი აქ წაისვა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი აქ. მე იცი რას ვფიქრობდი, რომ ეს რახან თეთრი არის, აი ეს და ეს რო შევურია და თვალები ქვეშ რო წავისვა. ეს ჩემთვის მუქი. არა, ეს არის ნახე ჭყვიალა, ჰაილაითერია და ეს დანარჩენები კრემოვანი, უბრალოდ ეს რაღაც. მაშინ მეც ამას წავისვა. ან ცუდად ისმევა ხალხზე. ძალიან ცუდად ისმევა. აბა. ეს რომელს ისმევ? აი შენ რო წავის. ყვითელს? ხო, მომეწებისო. უი, არა, საერთოდ არა აქვს რეაქცია. ანუ არის მე. არის მევა. მოდი, აბა ყავისფერი ვცადოთ მაშინ. დაიცი იქნებ. ცოტა უფრო ისეთი მასალაა. არა, რაღაცა ძალიან გამჭვირვალე არის, არ ვიცი რატო. მაგრამ საერთოდ აი არა, ცოტა მაინც ისმევა, ხედავ. ძალიან არა, და ისმევა. ისმევა? აი, კაი ის უნდა იყო და რამდენიმე უნდა გადაისო. რამდენიმეჯერ. თითქოს საერთოდ არანაირი. მაინც ცოტა ისმევა. რამდენიმეჯერ გადაისო. მარიტა არ ნებდება, მეგობრებო. არა, მოკლედ ძალიან გამჭვირვალე არის და თითქოს არაფერს არ შვება. არ ვიცი. ანუ კი ისმევა, მაგრამ გეგონება ხო არაფერს არ შვება. საერთოდ, ანუ რაღაცნაირი გამჭვირვალე სტრუქტურა აქვს და ვადაგასული ნამდვილად არ არის, მაგრამ კაი, მოდი ყავისფერი ვცადოთ ახლა. აი აქ კორექციას გავიკეთებ ცხვირზე. წესით კი, ეს უფრო ისმევა. რომელი წაისვი შენ? მე მაშინ ამას წავისვი. ხო, შენ ეგ წაისვი. მარიტა ცოტა მუქს წაისმევს. ცოტა ღიას. ხო, ცოტა ღიას. ცოტა მუქს მევისმე. მაინც გამჭირვალეა, მაგრამ ცხვირზე წავისვა? აი ნახე, აი ესე მე როგორც ვისმევ აქეთ იქით და ხო ცხვირის წვერზე. აბა. ჩანს. არ არის. თითქოს აი აბა მეც მუქს წავისმა. აი მუქი ჩანს, თან კარგად. რეაქცია თითქოს არა. არა კი, მაგრამ ესე რომ ვაკეთებ. მე თითქოს უჩინარდება. მოკლედ დიდად არ მომწონს ეს პალიტრა, სიმართლე რომ გითხრათ.
პირველივე იმით, აბა highlighter-ი ვცადო. ხო, აი ამ highlighter-საც ვცდი. highlighter-ამდე blush-ი არ ჯობია? Blush-ი? ჯერ blush-ი, მერე highlighter-ი. მე ესეთი ტექნიკა მაქვს. უბრალოდ ეს კრემოვანია, მაგრამ ისე მართალი ხარ. ეს დროებით შევაჩერეთ, იმიტომ რომ ვერანაირი რეზულტატი ვერ დავინახეთ წუყაროთ. ვერც მუქზე და ვერც ჩვენი სახე არ შეცვლია. ხო, გადავიდეთ აი ესეთ highlighter-ებზე და blush-ებზე, ჩემი საყვარელი. ეხა უკვე დაგჭირდება. ჩვენი ფუნჯები. ხო, აბა რომელი ფერი გინდა შენ? ანუ მე მინდა აი ესა. ნახე, ეს არის ერთი blush-ი, ეს highlighter-ი, ეს კიდე შერეულია და მე ესეთი. ნუ ესეც blush-ია. blush-ი, მაგრამ ჭყვიალა. მაგრამ ეს ჭყვიალა. მაგრამ მე ეს ფერი უფრო მე ეს უფრო მომწონს. კი ბატონო, მარიტამ ეს წაისვას, მე ამას და ამას ბოლოს ამას ორივეს. გადავწყვეტ. მოდი ერთდროულად. ვიცი. აბა ერთი მოცავი ტელეფონი თორე ხდება ვერ გავგი ამ ის არა აქვს საერთოდ პიგმენტაცია თუ მე ვერ ვხედავ. შუქი აგზემს და ვერ ხედავ. კი გეტყობა, კარგად წაგესვა. ხო, შენ მაინც კი, ისიც გეტყობა. ხო, მაგრამ აი ძალიან პიგმენტური არ არის. მაგრამ ეს პირიქით კაი რაღაც ლაითი მაკიაჟი. Makeups in school. ხო, ლაითი მაკიაჟი თუ გინდათ, უმაკიაჟო მაკიაჟი, აუცილებლად მიაგძიეთ ყურადღება ამ პრესანკი. იმიტომ რომ ძალიან, ანუ ბევრი პროდუქტი უნდა აიღო, რომ დაგეტყოს. აი ხა მე მგონი დამეტყო არ ვიცი. აი მე ვფიქრობ სასკოლო მაკიაჟი. დამეტყო? მე გადავალ აი ამ highlighter-ზე. აბა მონახე. უი, კი. всё, მეტი აღარ გინდა, უკვე კარგად გეტყობა. მეც ხო? ცოტა მუქი არის ეს highlighter-ი. ეს ჯერ ის highlighter-ი ვცადოთ. ორივე გავიკეთოთ. რო გამოგვრჩა. მაშინ ერთ ლოყაზე ერთი, მეორეზე მეორე? კაი. მოდი აქეთ აი ჯერ ამას გავაკეთებ მე. ამას. აი ამას. უი, კაია ხო? აი ნახე. ოკი, ეს highlighter-ი აი როგორი highlighter-ია დელიკატური ხო? ანუ კი ძალიან ისეთი ხო, ხანდახან აი მაგალითად კატრისის რო წავისვი. აი კატრისის highlighter-ი რო წავისვით, ის highlighter-ი ყვიროდა. ეს კიდე ცოტა სადა არის. და კაი, აი ვისაც სადა მაკიაჟები გიყავს. პირიქით, აი გეშინიათ რომ რაღაცა კარგად ამეტოთ. აი ეს კოსმეტიკა არის. წინა ვიდეოში კატრისის ბოქსი რო დავტესტეთ. მან იყო highlighter-ი და ვთქვით, რომ ძალიან ისეთი highlighter-ი არის. ხო, ძალიან მკვეთრი და რაღაცა პიგმენტური. და ეხა კიდე პირიქით. ხო, ეხა პირიქით. მოდი, აბა ის მანახე, ხა მე მეორე ლოყაზე თუ საერთოდ. აი მე მეტყობა? უი, კი, შენც გეტყო, მაგრამ აი შენ რო გიყვარს ისე არა. ხო, მე ძალიან ისე. მარიტას უყვარს ეს სახე რომ ძალიან უბზინავს და ისეთი ლამაზად. მაგრამ სამაგიეროდ შენ როგორც გიყვარს, ანუ ხო, აი არა. არა, მე მომწონს. მე ძალიან მომწონს. მე მომწონს მაგალითად. სადა მაკიაჟისთვის? ხო, აი დღის მაკიაჟისთვის არის ძალიან კარგი. ეხა აქეთ ლოყაზე ეს. მეცადე ვაჩვენოთ რას ვისმევთ. აი ამ თეთრს. ეხა მაინც მე როგორია შეხედეთ თიძიც კი არ ჩანს კარგად. ან ჩემ ანაბეჭს საჩენს. ხო, აი ძალიან თეთრია სხვათა შორის მე ესეც ზოგადად არ ვიყენებ. აი ესე წაისვი ნახე ეს დამბრტყმელი მოძრაობებით. აბა მეტყობა? აბა? კი. ნუ, შენ რაღაცნაირად ცუდად წაისვი. ანუ იცი რატომ მე აი ესე წავისვი და შენ აი ესე წაისვი და წაიშალე რაც წაისვი. აბა შენ გეტყობა. ხო და აბა ეგრე შენ ცოტა ესე გაიკეთე, რომ რაღაც ზედმეტად. ხო, ეხა გავიკეთებ. მე არ გადამინაწილებია და აბა ეხა ნახე როგორ მაქვს. აი ხა კარგად გქონდა. აი ესე. მაგრამ ცოტა კიდე გადაინაწილე. აი ესეთი highlighter-ი, აი როგორც ხედავთ, ეს highlighter-ი უფრო მკვეთრი არის და უფრო თეთრია ისე. ისე ხანდახან ეს თეთრიც ლამაზია რა. ხო. კი, მე სუთეცვის მე მეყვარს. იცით რა არის ამ ვიდეოში მინდა რომ ლამაზად მქონდეს მაკიაჟი, რადგანაც იმ კონსილერმა არ გაამართლა, მე ჩემ საყვარელ კონსილერს გამოვიყენებ მაინც, იმიტომ რომ მქონდეს ლამაზად რომ დამეტყოს მე ჭრილები. იმიტომ რომ ესე არ მინდა რომ ვიყო ვიდეოში. ეს არის კატრისის კონსილერი, არაფერშუაში არ არის სანქისთან, მაგრამ აი მე კიდე ტუჩსაცხრე გადავალ. თუ გინდა შენც წაისვი ეს კონსილერი შენც გიხდება. არა იყოს, მე ჯერ ტუჩსაცხრე გადავალ. ხო, შენ პრინციპში არ გინდა. აი ესეთი ტუჩსაცხი. ძალიან ისეთი მალინისფერი და რა კაი სუნი აქვს.
მე კამფეტის ბავშვობის. აი მე ხო. აი ეს კამფეტი ეს გავხსენ რომელიც კოწახურის კამფეტი რო არის. აი კოწახურის კამფეტები რო არის. ძალიან მიყვარს ეგ ჩემი საყვარელი. აი ესეთი. და ზუსტად მაგის სუნი აქვს და ძალიან გემრიელი სუნი აქვს, მინდა შევჭამო და ფერი აქვს მალინის, გეგონება მალინის წვენში რძე დაამატეს და ძალიან. ვაუ, მარიტა. აი, აბა წავისე. აი. მოკლედ მე ჩემი კონსილერი დავიმატე. მე ფანქარს ავლის. ახლა გავაგრძელებ უკვე. აუ რა კაია. ფანქარი, მე მინდა ფანქარი, შენ არ გინდა? არა, ეს ისეთი ფერია რომ ამას ფანქარი. მე ძალიან ლაით მაკიაჟს ვისმევ დღეს. მე წავისვამ მესაუდას ფანქარი მაქვს. სხვათა შორის მომწონს ძალიან. ეს არის ნომერი. აუ რა კაი სუნი აქვს. ესე სანქისტის იმაზე დატესტოზე ყველაფერი შევაქე სანქისტის კარტა. იმედია ჭრილები მაინც მომეწონება. ვახ, ფერი ვერ ვნახე. ნომერი. ასერთი ფუჯი. მოკლედ ასერთი ნომერი არის, ეს არის აი ხა გაჩვენებთ, ძალიან მომწონს. აუ არა, ეს ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს ეს ფერი. და გავიქცეთ. გრუხუნეს. იმედია მოვასწრებთ ვიდეოს. უკვე მას ხავს ცოტა. დასრულებას. არა, რა გასხავს, მართლა? პატარა წერტილი. კარგად მისვია. კი, ძალიან გიხდება ეს ფერი. მომეცი მაშინ ამას უცებ წავისმევ. ამას უცებ დავიმატე. აი, შიდა ახლა უცებ ჭრილები დაგვრჩა, მარტო ჭრილები მეგობრება. ხო, მარტო ჭრილები? და ტუში. და თვალები დაგვრჩა. თუ არ და დავმალოთ სადმე და მე გავგრძელო. აგე ხეებს გოშვართ. აბა გოგოებო ნუ მე მისვია კონტურთან ერთად მარიტას კონტურის გარეშე ორივენაირად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ მე მგონი ძალიან მე ძალიან მომეწონა ეს ფერი რაღაცნაირად ბზინავს ან გლოსიც არის და მამაზია ხო გლოსი რომელსაც ფერი აქვს სანქისტის lipstick. სასწრაფოდ ვიწყებთ ჭრდილებს. აი ესეთი ჭრდილები არის და ფიქრობ თითო თვალზე სხვადასხვა ჭრილები ვცადოთ და ერთი მაკიაჟი გავიკეთოთ. ხო, თითო თვალზე სხვადასხვა. რადგანაც მეგობრებო, ეს არის მაკიაჟის დატესტვის ვიდეო. ამიტომ ერთ თვალზე მოკლედ გამოვიყენებთ სხვადასხვა სამ ფერს, ან 4-ს არ ვიცი და მეორე თვალზე კიდე სხვა 3 ან 4 ფერს. იგივენაირად იზავს მარიტაც. ჯერ ფერებს ავირჩევ და მე ვიტყვი რა ფერს ვისმევ სად. ამას წაისმევ მუქს, აი ამას წავისმევ ღიას, ამას ღიას და ამას თვითონ თვალზე, პირველ თვალზე, ხო? პირველ თვალზე. და აი ესეც შეიძლება ვნახოთ. შენ? მოდი მე დავიწყებ აი ამით, ძალიან მაინტერესებს. ეს არის აი ესეთი მატის ესეთი რაღაცა კანისფერი და მოდით აი ამას მე კიდე აი ამით დავიწყებ. ვისმევ ლაინერს. დაიჭირე შენ ეს Просто ლაინერს კი არ ვისმევ, ლაინერის ეფექტს გავიკეთებ. აუ, ხარ გაწუნდეს ოღონდაც. გთხოვ გვაცადოს. შემდეგ აი ეს ფერი მინდა წავისვა ზედა უძრავ ქუთუთოზე. ნორმალურად მაგ. კი. ცოტა დავისტრესეთ. არ გაწუნდეს. მართლა ძალიან დავისტრესეთ. ცოტა კი არა. მეგობრებო, მე აი ესეთი გამოდის მატის ჭრილები, როგორც ხედავთ, ღია და მუქი, ყავისფერი. აბა შენი როგორია? ლაინერის ეფექტი გავიკეთე, რა უთო ჩანს. კი. ნახე, ჩანს, მაგრამ ცოტა უფრო მკვეთრი ის უნდა. ნახე, როგორც სხვა კოსმეტიკა, როგორც ჩანს, ჭრილებიც აქვს ძალიან ესეთი სადა და აი მსუბუქი ეფექტი აქვს ძალიან. ამიტომ უფრო მეტი ფენა გჭირდებათ, რომ ცოტა მუქი გამოვიდეს. ცოტა უფრო სიმუქე მინდა რომ დავამატო და აბა ერთი ამას ვწვდი. მე კიდე გადავალ აი ამ ფერზე. აბა ნახე, ცოტა მუქი დავამატე აი აქ. ეთყობა? ანუ არ ეთყობა. აი აქ. ძალიან ცოტა ეთყობა. აი ძალიან. აი მე კიდე აი ამ ფერზე გადავალ. აი ესე დავამატე ცოტა მუქი, მაგრამ ნუ აი შენ ვარდისფერი წაისვი. ღია ვარდისფერი. და ეგეთ ვერ ვიტყვი რომ ჩანს.
ეხლა მინდა რომ ვცადო ჭყვიალა, პირდაპირ გადავისვამ ზემოდან. ისევ მოდი იყოს აი ეს ოქროსფერი ვცადო. როგორი გამოვა? არ ვიცი, თითზე ჭყვიალაზე გადავა. გამოდის და მოდი აბა ვნახოთ. მე კიდე ვარდისფერ ჭყვიალაზე გადავალ. აბა როგორ წავისვათ? აჰა, აი ეს ბზინავი ფერები შედარებით უფრო პიგმენტური არის, როგორც ხედავთ. ძალიან კარგად იდება. ხო, აი ნახე მარიტა, შემოხედე, რო წაისმევ. კი, აი შენზეც სხვათა შორის ეს ბზინავი კარგად ბზინავს. ჩანს, ანუ კი არ ბზინავს. ხო, ანუ კარგად ფერი დაედო, კარგად გუთუთოს, ამიტომ ეს უფრო მომწონს ეს ბზინავი ფერები. ისეთი ჭყვიალა მჭირდება, რომელიც არ ჩანს კარგად, ჰაილაითერი. აი ამ ფერს ავიღებ. აი ამას. და წავისმევ აი აქ. ხო. და მე კიდე აი ვიცი. ხო, აი მეც მაგას ვიღებ სხვათა შორის. ოღონდ აი ესეთი ფუნჯით, ვიცი სად იყო? აი ესეთი ფუნჯით. წავისმევ აი აქ. ორივე თვალზე გავიკეთე ინსტინქტურად. უი, შენ ორივე თვალზე ერთნაირად დაიწყე ხო წასმა და გავიწყდა რომ სხვადასხვა უნდა წაკეთე. მაგრამ ჩვენ ხო ვთქვით რომ არ გავაკეთებთ. ანუ ეგრე ვთქვით? ხო, როგორ ვთქვით? ვთქვით რომ ორივე წავისმევთ სხვადასხვა ფერებს, სხვადასხვა თვალზე. მაგრამ მარიტამ ორივე თვალზე ლამაზე წაიმაში მეც ეგრე წავისმევ. წაისვი ხო და მე ის ფერები აქ დავტესტო. მაგრამ არა, მინდა რომ დავტესტო. აი, აბა მე მაშინ გადავალ ტუშზე. აი ესეთი ტუში გვაქვს. ეხლა მე დავტესტავ აი ამ ფერს მაგალითად მაინტერესებს ეს მე მგონი მარიტას არ წაუსვამს. ვერ წავისვამ, აი აქ თლიანად. არა, ტუში ძალიან მომწონს. ხო, ცოტა რა ლამაზია. ხო, ტუში მე ძალიან კარგად აგებრიხა. ანუ ძალიან ისე ჩანს. ხო, ჩანს, მაგრამ რაღაც სადად ხო. ხო, მაგრამ ჩანს. ეს იყო ეს ფერი. ცოტა გავამუქოთ და აი ამ ფერზე გადავიდეთ. აი ესეთი ტუში. ანუ იცი როგორ ჩანს, აგრძელებს წამწამებს, მაგრამ არ ახშირებს. ანუ არ გაგიხშირა წამწამები. უბრალოდ აგიპრიხა და ესე, შენი სადაც გრძელი წამწამები გვაქვს პრინციპში და არ ვიცი, შენზე ესე ჩანს და ხო, სადაც არის ისევ და ისევ. კი სადაც არის. აი ეს ბორდოს ფერი ჭყვიალაც წავისვათ. ჩოლკამიშლის. აი ესე გამოვიდა, ეს ძალიან მკვეთრია. ხო, ეს ძალიან მკვეთრია, ძალიან არ ველოდი სანქიზდის. სანქიზდმა ძალიან გაიგიჟა თავი. ამ ფერზე, მაინც და მაინც არ იყო საჭირო. აი ეს ფერი გამოვიდა ძალიან მკვეთრი. როგორც მივხვდი, ესე იგი ბზინავი ფერები არის ძალიან მკვეთრი. ცოტა მატის რომელიც არის ძალიან ბევრი ფენა ჭირდება, რომ კარგად დაგეტყოთ. მე ესეთი დასკვნა გამოვიტანე. ეხლა ვფიქრობ ერთ ფერს დავიტოვებ. ხო. ლამაზი მაკიაჟი რო იყო. რომელი დავიტოვო, მარიტა აირჩია შენ? რომელი უფრო მიხდება? დაიცავ. მოდი აიქაც ვანახო. ანუ ეს მაკიაჟი თუ ეს მაკიაჟი. ორივე გიხდება. მართლა? კი. ოღონდ შარვალ ეს არის ზუსტად შარვლის ფერი და უფრო სადა და უფრო შენ მაკიაჟს უხდება. ეს კიდე ძალიან გიხდება, იმიტომ რომ შენი ფერებია და თანა ეს რო გაქვს ესეთი მე ვფიქრობ, აი ეს დატოვე. ეს დავტოვო? მართლა? შენ რას ფიქრობ? მე მეგონა ამას მეტყოდი. არა, უბრალოდ იცი რას ვამბობ, რომ ეს შენ ფერებშია და აი რაღაც ძალიან მკვეთრი ფერი, ერთი მაინც რო გაქვს მკვეთრი ფერი, ესეც სადა მაკიაჟი ეგარი, როგორც აი ტორტზე ნამცხვარი. ნახან ეს ამი აირჩია, მაშინ ამას დავიტოვებ. მაგრამ ამ მაიკას უხდება? ხო და მაგიტომ უხდება, ანუ ორივე რაღაც ესეთი
ორივე რომ მკვეთრი არის. ორივე ძალიან მკვეთრი რო არის და ეს სადა მაკიაჟი რო გაქვს ერთი ფერი მაგალითად თვალზე თუ ესე ძალიან ყვირის ძალიან ლამაზია ხოლმე მთლიანი მაკიაჟი სადა და ერთი აქცენტი როა ესეთ ფერზე და თან აი ამ ფერს ძალიან აი აღარ მინდა ამდენი ლაპარაკი ვაკეთებ უკვე რასაც ამბობ. არა ისიც ძალიან კაი მე ვფიქრობ ფენები არ გიშველით აქ, იმიტომ რომ რამდენი ფენაც აიცვა. მაშინ სიმართლე ვთქვა. ხო, ანუ მაქსიმალურს ვამბობ. კაი 4-10-დან. ესე ვთქვათ, შენ? არ ვიცი, ეს არ მომეწონა საერთოდ. შეიძლება მე ვერ გავუგე, მაგრამ და რაღაცნაირი ტექსტურა, პირველად ვხედავ ესეთ ტექსტურას. თან თქვენ უნდა გაიაზროთ კიდე ის, რომ ეს დატესტვის ვიდეოები არის პირველი შთაბეჭდილება. ანუ საერთოდ პირველად ვხედავ ახლა ამ პალიტრას და პირველად სულ ახალი გახს, ანუ არც გაგვიხსენია. შეიძლება რაღაცა სხვანაირი ტექნიკით წასმა უნდა, შეიძლება რაღაცა ნუ მოკლედ თუ რამე შეიძლება სხვა ვიდეოში გავასწორებ. თუ დავამუღამებ და რაღაცა აუცილებლად გეტყვით, რომ თურმე ესე უნდოდა და ამის ბრალი ყოფილა, მაგრამ ჯერჯერობით პირველი შთაბეჭდილებით ვერაფერი ვერ ვქენით და მოკლედ რავი, რამდენს უწევთ? 4 იყოს, იმიტომ რომ ლამაზი შეფუთვა. და ჰაილაიტერიც ნორმალური. ჰაილაიტერი კი ხაც გიყურებ და ლამაზად. არა, ჰაილაიტერი კი. მეგონი მეც, ხო, ეს ხო და ჰაილაიტერზე 4 დაუწეროთ, მთელი 4 ჰაილაიტერი. 5 შეიძლება. აი, ხო. ერთნაირი ბიჭო. ხო, დღეს რაღაცა ესეა. და ლაქებიც ვანახოთ, რა ტყუილად წავისვით. ეს წავისვით მეგობრებო. ახალი ლაკი მე უფრო ისეთი სადა ფერის, ისეთი ზინავი. ხო, ესეთი შარვალი მაცვია და მარიტას კიდე უფრო ისეთი მკვეთრი ფერები და მე მგონი რომ გვიხდება, ხო? შემდეგი პროდუქტი იყო ესეთი ბლაშების პალიტრა, რომელსაც აქვს ასევე ჰაილაიტერი და არ ვიცი შენ ეს ბლაშები ძალიან მომეწონა ყველა. და ამ ბლაშებს ერთადერთი ის რომ ძალიან მკვეთრი არ არის, მაგრამ ეგ მე მგონი უფრო პლუსია ვიდრე მინუსი ამ სანქისტის ბოქსისთვის. ამიტომ მე მგონი 10-დან 10. ნორმალური პროექტია, მოგვეწონა, კარგად დაიდო. მე ვფიქრობ ბლაშებისთვის პირიქით პლუსია, როდესაც ესე უცეფარ იდება მკვეთრად. მე წითელი სახე გაქვს. ხო, იმიტომ რომ ჯობია ესე დაამატო. ესე უფრო დააბალანსებ. ზედმეტი არ მოგივა. კი, ნამდვილად და ასევე ჰაილაიტერიც ჰაილაიტერი კაია. კარგი ფერი. ძალიან არ ბზინავს, მაგრამ მაინც ჩანს. ხო, ძალიან კარგი ფერი აღმოჩნდა, ასე რომ ეს პალიტრა მოგვეწონა. კი, 10-დან 10. ხო, შეიძლება ითქვას. ეს lip gloss-ის ტუჩსაცხე ძალიან მომეწონა სუნი, მართლა რაღაცა კანფეტის არომატი ქონდა და თვითონ ფერიც ჩემი ფერი არ არის ეს ძალიან ღია, ამიტომ მხოლოდ ამ ფერს მე არ წავისვამ, მაგრამ წავისვამ აი ესე ტუჩის შუაში, უბრალოდ მივცემ ბზინვარებას, მოკლედ ჩემ რომელიმე ფანქარს. აი ეგრე გამოვიყენე. ხო, მე კიდე ეს ფერი ძალიან მომეწონა და შემიძლია უფანქროდად წავისვა და სუნი აქვს ძალიან კარგი კოწახურის კანფეტის და ფერიც როგორც მე ვთქვი რძიანი მალინის. რაღაცნაირი ძალიან ლამაზი. აი მალინის წვენს რო დაასხარძე. ჟოლო მალინის ჟოლოს წვენს. ჟოლო რძიანი ჟოლოს ფერი. მოკლედ ძალიან მიყვარს ესეთი სადა და ვარდისფერი ფერები და სუნიც ძალიან კარგი აქვს და კიდე ის მომწონს რომ გლოსიც არის და ფერიც აქვს თავისი რა. ამიტომ 10-დან 10. ხო, 10-დან 10 კი. არ დაგვენანოს. 9 ითქოს. მაინც ხო? ყველას საცილო არ კონდეს. ტუში აქ ჩაგერთობით მონტაჟის დროს უბრალოდ აღმოვაჩინე რომ სამწუხაროდ კამერამ ის მომენტი არ ჩაიწერა, როდესაც ტუშს ვისვამდი და მინდოდა უბრალოდ გცოდნოდათ რომ ნამდვილად წავისვი პროდუქტი და ისე გავაკეთე დასკვნა მის შესახებ და ამ ვიდეოზეც უკვე მისვია ეს ტუში თუ გაინტერესებთ ეფექტი, შეგიძლიათ შეხედოთ თუ რამეს დაინახავთ, მეც გამაგებინეთ. ტუში არა. ჩემი არ არის. ტუში არ მომწონს ეს ტუში, იმიტომ რომ ზოგადად ტუშები მე არ მიყვარს, არ ვისმე ხოლმე, მაგრამ როცა ვისმე, სულ იმიტომ ვისმე, რომ ამიპრიხოს და ცოტა დიდი წამწამები რომ მქონდეს და შავი. უბრალოდ ძალიან ცოტა ფერი მისცა რაღაც სიშავის და არც აპრიხა, არც გამოკვეთა წამწამები. ხო, და თან არც გაახშირა. ყველაზე ცუდი კიდე ეგ არის. ასე რომ ეს გაახშირა ვერ მივხვდი რას ნიშნავს. გაახშირა და ნიშნავს წამწამები, რომ უფრო აი ახშირებს, უფრო ბევრი წამწამია თითქოს და ბევრი და რაღაც ფრთები ვიჭრყდება ეს წამწამი. ახლა მივხვდი და რომ დააფრინდე ხო იცი. ამან კიდე უბრალოდ ესეთი ეფექტი არ აქვს.
რა შეგერება? ხო, ამიტომ რამდენს უწერთ? არ მომწონს. 4-ზე ნაკლებს? ნუ იყოს 4 მაინც ახლა. მეწოდება სანქიზდის. 4 კაი. მაგრამ სამაგიეროდ ამ ჭრილებს უფრო მაღალ ქულას დავუწერთ, ხო? კი, არანაირი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ ანუ დაბალანსებულია ძალიან, იმიტომ რომ ზოგი ფერი ძალიან ისეთია, ლაითი, ზოგი კიდე ძალიან მკვეთრი. პირველი შთაბეჭდილებით ნორმალური. აი, თუნდაც ახლა ჩემს მაკიაჟს რო შევხედოთ, მე მგონი ნორმალურად წაისვა ეს ჭრილები და არ არის ცუდი, ამიტომ რა ვიცი, ჯერჯერობით დავუწეროთ 10 ან 9 რა ჯერჯერობით და მე როგორ გამოიჩენს თავს მომავალ მაკიაჟებში მე ვნახოთ სხვა შორის ვაპირებ რომ დავიწყო ისევ ჩემი მაკიაჟური ვიდეოები ამიტომ არ გეგონოთ რომ ეხლა ტყუილად ვლაპარაკობ აუცილებლად გამოვიყენებ ხოლმე ამ მაკიაჟის სფერებს სხვა ვიდეოებშიც ასე რომ დაელოდეთ ჩემო ძვირფასო გოგოებო ესეთი იყო ჩვენი ვიდეო იმედია რომ მოგეწონათ დაწერეთ კომენტარებში თუ გაქვთ ეს კოსმეტიკა და თუ მოგწონთ აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო გამოიწერეთ ჩვენი არხი სხვა ვიდეოების ლინკებსაც სადაც მე და მარიტა ვტესტავთ სხვა კოსმეტიკას დავტოვებ აუცილებლად ამ ვიდეოს აღწერაში და მოკლედ დაელოდეთ სხვა ვიდეოებსაც დალაიქეთ ეს ვიდეო თუ გინდათ მსგავსი ვიდეოები და ყველას უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო თუ მოგეწონათ ეს ადგილი ასევე დაწერეთ კომენტარებში და დალაიქეთ რომ ჩვენ ვიცოდეთ და სხვა დროსაც აქ მოვიდეთ ხოლმე ხოდე ჩვენ ძალიან მოგვეწონა ძალიან მყუდრო ადგილია მე მგონი წინა ფონს ჯობია ხო ამიტომ რა ვიცი მოგწერეთ თქვენი აზრებიც და იდეებიც ასევე მაკიაჟური იდეები მჭირდება გოგოებო როგორი მაკიაჟები გაინტერესებთ და ამ ვიდეოს გადასაღებად ჩვენ ძალიან დიდ რისკზე წავედით ამიტომ ეხა თუ გაწვიმებული ხო სხვათა შორის კი შეიძლება გაწვიმდეს შეიძლება ზაღლი მოვიდეს შეიძლება აქედან რა გამოძვრეს არავინ არ იცის ამიტომ ჩქარა წავედით არა მარიტა ხო ვაფშე საგრა გველები აი მე წავედით მეგობრებო დროებით კარგად